გამარჯობათ, ძრფოსა გამომწერებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ თამბაქოს unboxing-ი. პატარა გზავნილი მივიღე ამერიკიდან. ორი გზავნილი არის და რამოდენიმე ტიპის თამბაქოს შემოგთავაზებთ. თამბაქოს unboxing-ს. ესე იგი, პირველ გზავნილში მაქვს ორი აი ესეთი საინტერესო თამბაქო. შემოგთავაზებთ. პირველი არის აი ესეთ შეფუთვაში. Cornell & Deal's Black Duck არომატიკია. ისეთი საინტერესო შეფუთვა, მაგრამ ჯერ სანამ შეფუთვაზე გადავიდეთ, ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ აი ამ წარმოებლის შესახებ. Cornell & Deal არის ამერიკელი მწარმოებელი, ამერიკის ბაზარზე საკმაოდ ცნობილია, ცნობილია თამბაქოს მოყვარულებისთვის მთელ მსოფლიოში, მაგრამ ამერიკაში ერთ-ერთი წამყვანი ისო ჭირავს პოზიციები, დიდი ხანია ბაზარზე არის. ძალიან დიდი ასორტიმენტი აქვს. ვერც კი წარმოიდგენთ, მე მგონი 100-ზე მეტი ნაზავს ყიდიან, მაგრამ რა თქმა უნდა, არის ნაზავები, რომლებიც ლეგენდარულები არიან და ძალიან პოპულარულებია. არის 5-6 აი ესეთი ნაზავი, რომ ყველას უნდა კონდეს მოწეული და ეხა ბევრი ზოგი აკრიტიკებს, ამბობენ რომ რაღაც პლაგიატია და რაღაც ისგან დაკოპირებული, აქვს ძალიან ორიგინალურებიც, მაგრამ ერთ-ერთი ორიგინალური თავიანთ ხაზში არის აი ეს არომატიკი. და ამიტომ შევიძინე. შეფუთვა არის, აი ნახეთ, თითქოს საიაფებს შეიძლება. ამერიკაში ძალიან პოპულარულია ესეთი შეფუთვები. ჩვენთან აი მიწის თხილი რო არის, ზუსტად აი ზომის ალუმინის კოლოფშია, ზუსტად აი ესეთივე გასახსნელი, ზუსტად აი ესეთივე პლასტიკის უბრალოდ თავსახური. ეხლა ეგ რა ხდება? თუ კი თქვენ რაღაც აი ესეთ, როდესაც აი ესეთ შაიბაშია, ეს თვითონ ძალიან ძვირია ეს ესეთი შეფუთვა და ის დიდხანს ინახავს ამაში თავსახურის ქვეშ რეზინის ეს არის სპეციალური სილიკონის დამცავი ისო, რომელიც აი ძალიან მიხედავთ, რომ მთლიანი ჰერმეტიულობას არის ძლევა, მაინც საკმაოდ ჰერმეტიულად იხურება და თვეები შეგიძლიათ გქონდეთ აი ესეთ შეფუთვაში. აი ამ შეფუთვას, როდესაც გახსნით თქვენ თვეები ვერ გექნებათ. არც ვაკუუმი არ არის, ანუ არ ვიცი ეს გაუხსნელათაც რამდენი ხანი შეიძლება ამის შენახვა. მაგრამ თუ ისე შეიძენთ, რომ ერთ თვეში, ორ თვეში ეს რაოდენობა გახარჯოთ, ჩვეულებრივად შეგიძლიათ აქვე დატოვოთ ეს დაახუროთ. ჩემსავით ეხლა ბევრი თამბაქოები რო გაქვთ და არც ისე დიდი სიხშირით ვეწევი, ამიტომ შეიძლება ეს კონკრეტული ნაზავი შემურჩეს კარგ ახლის განმავლობაში, ამიტომ აი ეს მინის კოლოფები რო არის, რომელიც ჰერმეტიულად იხურება, აი ამ სეტში გადავიტან და შევინახო და თქვენც ასე გირჩევთ. კიდე რა შეიძლება ითქვას? ხო, შემადგენლობა რა არის? შემადგენლობა არის ვისაც ჩიბუხი ესმის და იცის, ძალიან უნიკალური თამბაქოების ნაზავები არის. ხო, ანუ საშუალო სიძლიერის ლატაკი არის, ბერლი არის და შავი კევენდიში. ამ სამი თამბაქოს ნაზავი არ არსებობს, რომ საუცხოო გემო არ მიცეს და ეს არ იყოს სასიამოვნო მოსაწევი არომატიკი. ანუ არც ბოლი დააკლდება, არც არომატები დააკლდება, ესეთი თხილის, შოკოლადის, რომელიც აი ბერლის ისედაც დაყვება, ლატაკია და შავი კევენდიში კიდე ნებისმიერი არომატიკის აუცილებელი ინგრედიენტი არის. მოგეთ ნახოთ რა, ნახოთ. თავად თამბაქო არის გითხარით აი არსებობს სხვადასხვაგვარად დაჭრილი ლენტად დაჭრილი წვრილად დაჭრილი ჩიბუხის თამბაქოები არის ეგრეთ წოდებული ფლეიკი
რომელიც ასე დიდ ფრაქციებად არის დაპრესილი. ეს არის ამერიკელები cake ეძახიან, აი როგორც ნამცხვრის ნაჭერი. ერთი ნამცხვრის ნაჭერი, აი ესეთი ოთხკუთხედი cake-ის ნაჭერივით, ნამცხვრის ნაჭერივით არის ამაში მოთავსებული დაპრესილი ოთხკუთხა ფორმის თამბაქოს კუბიკი, რომელიც უნდა დავშალოთ, აი მოვატეხოთ, დავშალოთ შემდეგ ჰაერზე, გავაჩეროთ ცოტა ხანი, რომ აიღოს აერიდან ჟანგბადიდან გარკვეული არომატები და შემდეგ გამოვიყენოთ. ნარჩენი ნახოთ, გავტესტავთ, მოვწევ, ამასაც შევეცდები გადავიღო და შემოგთავაზებთ. მეორე თამბაქო, რომელიც ამ გზავნილში მქონდა, ეს არის Allen's Dream. ირლანდიული ნაზავი, საკმაოდ საინტერესო ესეთ ლამას შეფუთვაში და ხო აი პირველ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც რა მინდა აღნიშნო მე ვთქვი სხვა ვიდეოებშიც რომ ამერიკაში ბევრ შტატებში უკვე პროცესი დაიწყო ის რომ თლიანად უმაკუდავი ადამიანი იყო დატანილი ან რაც დაზიანებული ფილტვი, დაზიანებული ტვინი და ესეთი საზიზღარი სურათები რო არის და რა გეუბნება აი ამას აკეთებს თამბაქო ამას აკეთებს მოწევა და არ ვეთანხმები ამას მე ბოლომდე აი ეს უკვე იგრძალებოდა თამბაქოს უთები და შეფუთვები პირვანდელ ნორმალურ სახეს იძენს არ არის თამბაქოს მოწევა ერთ-ერთი მავნე ჩვევაა კაცო გავიგეთ გასაგებია, მაგრამ არც ისეთი მომაკვდინებელი და არც ისეთი საშიში კარგით ხანთვაზე არ ვისაუბროთ არაფერს რეკლამას და იმას მე არ ვაკეთებ და ანტირეკლამას რაღაცისას, მაგრამ ნუ ვაცალეთ რა, როგორც ვისკის ბოთლზე არ არის დანანილი ცეროზით გადიდებული ღვიძლი და 1000 საშინელება და როგორც სხვა რაღაცაზე და გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე და რაღაც იმ საშინელ საჭმელზე და საკვებზე, რომლის ჭამაც ხანდახან გვიწევს და უწევს ადამიანებს, ეხლა კარგი ხარისხის თამბაქო მოწევა მავნებელია, კი ბატონო. გასაგებია, მაგრამ ნორმის ფარგლებში ყველაფერი ნორმალური და კარგია. კარგი და ხანსაღარ შევახოთ. აი ესეთი ირლანდიული ნაზავი ეხლა შეიძინა სკანდინავიენ ტობაკო გრუპმა შეიძინა ლიცენზია ამაზე, ამ თამბაქოზე, ამ ნაზავზე. არის აი თითქოს ამოტუმბულია, გერმეტიულად დახურული, არ უნდა გამოდიოდეს, მაგრამ აი რაღაც ნოტები იგრძნობა ძალიან სასიამოვნო ირლანდიული ლიქიორებისა. ეს ანოტაციაში წერია, რომ ესეც არომატიკია და ეს არომატიკი ინსპირირებულია ირლანდიური ლიქიორებით და ეს ძალიან ბევრი ჩიბუხის მოყვარული, ძალიან დადებით შეფასებებს აძლევს და ამას რომ ერთ-ერთი საუკეთესო არომატიკია. სოფლიოში და არ არის ძალიან პოპულარული და ამბობენ დაუსახურებლად. ნახოთ. ამასაც გავსინჯო, შემოგთავაზებ, შევეცდები თქვენთან ერთად დავაგემოვნო. შეფუთვა არის ეს კლასიკური ბოდიში დამჟარგუნისთვის შაიბას რო ეძახიან. ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის შეფუთვა, რომელიც შეგიძლიათ როდესაც იყიდით, გაუხსნელად წლები შეინახოთ და დააძველოთ და თამბაქოზე ბევრჯერ მაქვს თქვა, მეგონა როგორც ღვინო ძველდება და უკეთესი ხდება. აი ეს თამბაქო ეხლა ხო შევიძინე, ხო ძალიან კარგია. ამას გავხსნი 5-6 თვე შეიძლება აქ მქონდეს და არ გაფუჭდება ისე კარგად იხურება, მაგრამ თუ კი ამას არ გავხსნი, ანუ ვაკუუმს არ დავარღვევ. 7-8 წელიც კი შეიძლება ეს მქონდეს და ამბობენ რომ 7 და 8 წლის ვერ ან 5 წლის შემდეგ ანუ შეფუთვიდან და ეს შეფუთვა იქნება მაქსიმუმ შარშანდელი. ხო? 5 წლის მერე არის თამბაქო რაც არისო და 10 წელიწადს თუ მოახერხებთო რომ გააჩეროთო და ხალხი მაგალითად ყიდულობს აი ესეთ საყვარელ ნაზავებს 5-6 კოლობს და მხოლოდ ერთს მოიხმარს და არჩინი შენახული აქვს. შემდეგ იმ ძველს ყველაზე პირველდელ ნაკეთს გამოიღებს, იმას გახსნის, იმას ეწევა, ის სანაცვლოდ იყიდის ახალს და შეინახავს. ჩვენ ხა ამის კომფორტი არ აქვს, რასაც შოულობ ხა ამას აი 10 წელი და ვერ ვდები ამას. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ეს იყო რაც მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა ამ ჯერზე. მოლ შეხვედრამდე.